გურიაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება გზებს, შენდება საბავშვო ბაღები და სკოლები. მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. პროცესს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ეტაპობრივად 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის მუნიციპალიტეტში, რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მიმდინარე პროექტებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. საჯავახო ჩოხატაური ოზურგეთი ქობულეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, შეიცვლება ასფალტის საფარი, განახლდება წყლის გამტარი მილები. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა გურიის რეგიონში, გრიგოლეთი ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორის მოთხოვნით ვადები ორჯერ გახანგრძლივდა. საბოლოოდ კი უწყება მიიღო გადაწყვეტილება კონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულება შეეწყვიტათ. ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი ქობულეთის მონაკვეთზე სამწუხაროდ ასევე კონტრაქტორმა არ შეასრულა თავისი დაკისრებული ვალდებულებები და ეს კონტრაქტიც შეწყდა. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ უკვე ახალი კონტრაქტის ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და წელს უკვე მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღესვე გურიის მუნიციპალიტეტში მოინახულა საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის მიმდინარეობა. საერთო ჯამში რეგიონში მინიმუმ 100 ბავშვზე გათვლილი 17-მდე მიმდინარე პროექტია. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის თანაინვესტირებით ხორციელდება. საბავშვო ბაღები და სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მნიშვნელოვანი არის, რომ გვაქვს რამოდენიმე ბაღის, სკოლის პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაშია, თუმცა სამწუხაროდ ასევე გვაქვს შეფერხებები, რამოდენიმე ბაღის მშენებლობა გაპრობლემდა და განვითარების ფონდმა შეწყვიტა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა მასთან ამ კომპანიებთან კონტრაქტი და ეხლა გამოცხადდება ახალი ტენდერი. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ კონჭკათში, სადაც მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა. სამწუხაროდ რამდენიმე ობიექტზე მოგვიწია ხელშეკრულების გაწყვეტა და ფონდი აკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს თავიდან გამოცხადება, დოკუმენტების მომზადება და ტენდერის თავიდან გამოცხადება. მუნიციპალური განვითარების ფონდს გურიის რეგიონში 17 მიმდინარე პროექტი აქვს, რომლის ჯამური ღირებულებაც 48 მილიონ ლარს აჭარბებს. ქალაქ ოზურგეთში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია, ხოლო ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებისთვის წყალმომარაგების ქსელის სრული მოწყობა. პარალელურად დაბა ურეკში ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 10 კილომეტრამდე მაგისტრალური მილი და 52 კილომეტრზე მეტი წყალმომარაგების ქსელი, სატუმბის სადგური, აშენდება რეზერვუარები და ჭაბურღილები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 49 მილიონი ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. ქალაქს ამ ეტაპზე გრაფიკით მიეწოდება წყალი პროექტის დასრულების შემდეგ, რასაც ვარაუდობთ 2025 წლის ბოლოსთვის 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება ქალაქს. აგრეთვე დიდი პროექტი მიმდინარეობს ქალაქ ლანჩხუთში, სადაც ასევე წყალაღების სისტემებს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და აშენდება სერვის ცენტრის ფილიალი. გურიის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სავარაუდოდ ეტაპობრივად 2026 წლის განმავლობაში დასრულდება.